მოგესალმებით ყველას, ეს არის Redline, იგივე წითელი ხაზი, მე ვარ ბექა პატურაშვილი და ეს ვიდეო სრულად დაეთმობა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების მიმოხილვას, უფრო ზუსტად რომ თქვა, ვისაუბრებ ბოლო 3-4 დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე, ცვლილებებზე, რომელიც რიგ შემთხვევაში არის პოზიტიური უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ანუ მათ ზოგ შემთხვევაში მოახერხეს გარკვეული ტერიტორიების დეოკუპაცია, ან ისეთი შეტევების წამოწყება, რომელიც იძლევა სამომავლოდ კარგ შესაძლებლობებს და დამატებით კიდევ ტერიტორიების დეოკუპაციის საშუალებას და არის ცუდი სიახლეებიც. ცუდი იმ გაგებით, რომ არის რიგ ზონებში წინსვლა რუსის საოკუპაციო ძალების და განსაკუთრებით ეს ეხება ხარკოვის ოლქს, კუპიანსკს, რომელსაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ იქ არსებული რისკებიდან გამომდინარე. როგორც ხედავთ, რუკა უკვე გახსნილი მაქვს და ვისაუბრებ ცვლილებებზე სხვადასხვა ოლქების მიმართულებით. ეს ეხება ბოლო დღეებში მომხდარი სიახლეების სუმის ოლქს, ეხება ხარკოვს, როგორც თქვით, და კუპიანსკის მიმართულებას განსაკუთრებით, ეხება დონეცკს და აი ამ ზონაში, როგორც იცით, განსაკუთრებით ცხელი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და არის გარკვეული ცვლილებები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური და ეხება ზაპოროჟიეს, სადაც გარკვეულ ზონაში რუსმა ოკუპანტებმა წაიწიეს წინ. დავიწყოთ სუმის ოლქით, სუმი, სადაც პრინციპში დიდი ხანია რუს ოკუპანტებს არ აქვთ არანაირი წინსვლა, პირიქით უკრაინელი სამხედროები მათ უფრო და უფრო მეტი წნეხის ქვეშ აქცევენ და ცდილობენ, რომ მთლიანად განდევნონ დაკავებული უკრაინული ტერიტორიებიდან და გავიდნენ სახელმწიფო საზღვარზე. ამ შემთხვევაში მე გახსნილი მაქვს 22 აგვისტოს მონაცემი, ის სურათი, რომელიც იყო 22 აგვისტოსთვის და აი ამ ლურჯ მონიშნებს მივაქციოთ ყურადღება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორიები მანამდე ეკავათ რუს ოკუპანტებს და მოახერხეს უკრაინელებმა მათი გათავისუფლება და რატომ გავჩერდი 22 აგვისტოზე, 22 აგვისტოს შემდეგ აი აქ კონკრეტულად ანდრეივკას მიმართულებით სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა გაჩვენებთ აი ამ ცვლილებას 22-ის შემდეგ განახლება გვაქვს 24 რიცხვში და შეამჩნიეთ ხომ როგორ წაიწიეს აქ წინ მნიშვნელოვანი წინსვლა 22 აი ასეთი ვითარება იყო 22-ში და რამდენიმე კილომეტრით წინსვლა აი ამ ხეობაში. რამდენიმე ლოგიკური განვითარება განიხილება აი ამ კონკრეტული კონტრშეტევის იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი სამხედროები უკვე მიღწეულ შედეგს ეფექტურად გამოიყენებენ, აი აქ კარგად გამაგრდებიან, მათ გზა ეხსნებათ მომავალში არაერთი მიმართულებით წინსვლისთვის. პირველ რიგში განიხილება აღმოსავლეთით მოძრაობა და მცდელობა, რომ აი ეს ზონა მთლიანად ჩაკეტონ, შესაბამისად ალყაში მოაქციონ ალექსიევკაში გამაგრებული სამხედროები, ოკუპანტები ან აიძულონ მათ, რომ დაიხიონ უკან. მეორე ვარიანტი განიხილება, რომ გაგრძელდეს წინსვლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით, ანუ ჩრდილოეთი მიმართულებით და ამ შემთხვევაში გაჩნდეს უფრო ხელსაყრელი პოზიციები იმისთვის, რომ როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით განხორციელდეს ეფექტური კონტრშეტევა, შესაბამისად გათავისუფლდეს აი ეს დასახლებაც და აქედანაც აიძულონ, რომ უკვე არაერთი მიმართულებით შეტევის შედეგად დაიხიონ რუსმა ოკუპანტებმა დაკავებული ტერიტორიებიდან და შესაბამისად ჩნდება პერსპექტივა, რომ ეს დასახლებები, როგორც ერთი ასევე მეორე ახლო მომავალში გათავისუფლდეს და ეს ძალიან კარგი შანსი ჩნდება სწორედ აი ამ გარღვევის საშუალებით, რომელიც შემოგთავაზეს აქ უკრაინელმა სამხედროებმა. ჯერჯერობით ეს სურათია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გადავინაცვლოთ ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკის მიმდებარე ტერიტორიას გაჩვენებთ ახლა, სადაც სახიფათო შეტევა, სწრაფი შეტევა წამოიწყეს რუსმა სამხედროებმა და არის გარკვეული რისკები, რომ უფრო მეტი საფრთხე შეექმნას როგორც კუპიანსკს, ასევე პრინციპში მთლიანად აი ამ ზონას იმ შემთხვევაში თუ არ იქნება საპასუხო ზომები მიღებული. რაშია საქმე, მოკლედ ეს არის 24 აგვისტოს მონაცემი, ხედავთ რა მდგომარეობა არის, აი ეს ვიწრო კორიდორი, რომელიც შექმნეს რუსმა სამხედროებმა და რომელიც იყო პრინციპში სტატიკური ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა მოხდა მოულოდნელი ამბავი. უკვე 25 რიცხვში გვაქვს აი ასეთი მოცემულობა.
შეამჩნიეთ ცვლილება, მოკლედ 24-ში იყო 100 და 25-ში რუსებმა მნიშვნელოვნად დაახლოებით 5 კილომეტრით წაიწიეს წინ და პრინციპში მიუახლოვდნენ აქ კუპიანსკის დასახლებულ პუნქტს, აქ შეგვიძლია შევცვალოთ რუკის ფორმატი და ვნახოთ სატელიტური გამოსახულება, თუ რაზე გვაქვს საუბარი. ესე იგი, აი აქ არის უკვე დასახლებული ზონა და მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც აი ამ გარღვევის შედეგად მიიღეს რუსმა სამხედროებმა, მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ უკვე მიუახლოვდნენ ქალაქ კუპიანსკის გარეუბნებს. აქ არის, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი გზები, რომელიც განსაკუთრებით სასიცოცხლო მნიშვნელობის არის აქ მომარაგების თვალსაზრისით, როგორც სამხედრო ოპერაციის, ასევე სხვა მიზნებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ ეს წინსვლა ვერ მოხდება ისე, რომ შეაჩერონ, როგორც თქვით, კუპიანსკი აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ და შესაბამისად, თუ აი ამ გზების დაკავებას მოახერხებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი, მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის მთელ რიგ დასახლებებს, რომელიც აი ამ ზონაშია განლაგებული. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთიდანაც არის აქ შეტევების მიმართულება, აქ არის დამატებით განლაგებული რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაყოფები და აქ არის მომატებული ასევე ნაცრისფერი ზონა, რაც მიანიშნებს, რომ მათი წდომა მომატებული არის, მათ აქვთ დამატებით შეტევების განხორციელების პოტენციალი. მოკლედ ეს გარღვევა საჭიროებს სასწრაფოდ რეაგირებას და უკვე განიხილება ვერსიები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აი ამ შეტევის შეკავება. პირველი და ლოგიკური ვერსია ალბათ, როდესაც აი ამ სურათს უყურებთ, შესაძლოა გაგიჩნდეთ, რომ იქნებ მოხდეს, მათ შორის აი ამ მიმართულებიდან კონტრშეტევის წამოწყება და აი ამ ვიწრო დერეფნის გადაჭრა, შესაბამისად მთელი აი ამ ტერიტორიის ოკუპირებული ტერიტორიის ჰალყაში მოქცევა სხვადასხვა მიმართულებებიდან, თუმცა ეს ასე ადვილი არ არის, როგორც კეთდება განმარტებები ამ საკითხზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ზონაც საკმაოდ დავიწროვებულია, მწვანე ზონა, სადაც არის მანევრის შესაძლებლობა, გარშემო არის ნაცრისფერი ზონები, გარშემო არის შეტევის მიმართულებები რუსი ოკუპანტების მხრიდან, იმ შემთხვევაში თუ აი აქ მოხდება კონტრშეტევისთვის ძალების შეყვანა, ისინი არაერთი მიმართულებიდან გახდებიან სამიზნე, ანუ სახიფათო ოპერაცია იქნება წვდომა დრონების საშუალებით რუსების მხრიდან და სხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებითაც შესაძლოა, რომ მათ კონტრშეტევა ჩაშალონ. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე ვარიანტად განიხილება ის, რომ უშუალოდ კუპიანსკის მხრიდან მოხდეს შეტევის განხორციელება და არა ჩრდილოეთი მიმართულებიდან. ამ შემთხვევაშიც ლოგიკურად სამიზნე შესაძლოა იყოს აი ეს ზონა, რომელიც განსაკუთრებით ვიწროა და იძლევა უპირატესობის მიღწევის საშუალებას თუ მას გადაჭრიმ, აი ამ ზონას ამ შემთხვევაშიც ვაქცევთ ალყაში, მაგრამ არც აქ არ არის ადვილად საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სამხედრო მიმომხილველები განმარტავენ, აქ ჩამოდის მდინარე და ეს არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, თუ სწრაფად გინდა გარღვევის განხორციელება. აქ არის გარკვეული ასევე შენობები, გამაგრებული ზონები, რაც დამატებით რისკებს გააჩენს აი აქედან შეტევის განხორციელებისთვის. მარტივი ამოცანა მოკლედ არ არის, სიტუაცია საკმაოდ სახიფათო არის მთელი ამ რისკებიდან და წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, რაც უკვე ვახსენე. თუმცა განიხილება კიდევ ერთი ვარიანტი შესაძლო კონტრშეტევის წამოწყებისთვის. ანუ ეს გულისხმობს, რომ პირდაპირ შეტევა განხორციელდეს არა აქ, რაზეც ვისაუბრეთ აი ამ ვიწრო ზონაში, რომ შემდეგ ალყაში მოაქციონ აი აქ მყოფი რუსი ოკუპანტები, არამედ შეტევა განხორციელდეს ჩრდილოეთით აი ამ პატარა დასახლების მიმართულებით. პირველ რიგში იმისთვის, რომ აი ამის დაკავება მოხდეს, ამ ტერიტორიის გაწმენდა მოხდეს, შესაბამისად თუ ასე განვითარდა პროცესი, ამ ტერიტორიის გასუფთავება დამატებით უსაფრთხოებას შექმნის უკვე მთავარი მიმართულებით მოძრაობისკენ და ამ მთავარი ამოცანის შესრულებისკენ, რაც გულისხმობს აი ამ წითელი ზონის გადაჭრას და შესაბამისად ვითარების განმუხტვას. თუ ამ შეტევის სწრაფად შეჩერება ვერ მოხერხდა და თუ განაგრძეს რუსმა ოკუპანტებმა წინსვლა, თუ დაიკავეს მათ კუპიანსკი და ეს ზონა შესაბამისად მთლიანობაში აი ამ დასახლებებს ექნებათ საფრთხე და უკვე ჩნდება დამატებითი რისკები, რომ მთლიანად ჩაკეტონ ეს ზონა რუსმა ოკუპანტებმა. აქ როგორც ხედავთ არის განლაგებული არაერთი დანაყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების, მოხდება გადაჯგუფება, აქ არის კიდევ ლოგიკური განვითარება, შემდეგი აქ ისედაც არის შეტევის მიმართულება და თუ კუპიანსკს დაიკავებენ, ან აქ კიდევ დაიკავებენ დამატებით ტერიტორიებს, ლოგიკური გაგრძელება იქნება, რომ რუსი სამხედროები შეეცდებიან სამხრეთიდან
უკან განავითარონ დამატებითი შეტევები იმისთვის, რომ ჩაკეტონ პრინციპში ეს ეგრეთ წოდებული ჯიბე, როგორც ამბობენ ხოლმე და შესაბამისად ან ალყაში მოაქციონ აქ მყოფი უკრაინელი სამხედროები, ან აიძულონ, რომ დატოვონ ეს ტერიტორია და მოუწიოთ უკან დახევა. კუპიანსკიდან სამხრეთით გადავინაცვლოთ უკვე დონეცკის ოლქში და აქ გვაქვს ერთი პოზიტიური სიახლე, რომელიც ეხება აი ამ დასახლებას ნოვო-მიხაილოვკას 24 აგვისტოსთვის სულ 2 დღის წინ. ეს დასახლება იყო ოკუპაციის ქვეშ, წითლად მონიშნული, თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვალა სურათი უკვე 25 აგვისტოს. აი ნახეთ ეს ცვლილება 24 აგვისტო და 25 აგვისტო. უკვე ლურჯი მონიშნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დასახლება უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს. ცხადია, ესაც არის კარგი ამბავი და აჩენს დამატებით შესაძლებლობებს მათთვის, რომ აღკვეთონ მინიმუმ აი აქ მიმდინარე პროცესები, რუსების წნეხი, როგორც იცით, დონეცკის ოლქზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ოკუპანტი ქვეყანა. მათი ამოცანა იყო გაცხადებული, რომ ზაფხულში მთლიანად უნდა დაეპყროთ დონეცკის ოლქი და შემდეგ უკვე, როდესაც სამხედრო ძალით ეს ვერ მოახერხეს, ჩუქებას ითხოვდა პრინციპში პუტინი და ეს ყველაფერიც გახსოვთ ამ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის წინა ვიდეოებში არაერთხელ ვისაუბრე. დონეცკი არის ძალიან საყურადღებო მიმართულება და მუდმივად აქ ცდილობენ რუსი ოკუპანტები, რომ წნეხი გაზარდონ, თუმცა სასიხარულო ის არის, რომ რიგ შემთხვევებში გვაქვს პოზიტიური სიახლეები, პოზიტიური კონტრშეტევები და საკმაოდ კარგად იცავენ აქ რუსი ოკუპანტებისგან თავს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ამის თვალსაჩინო მაგალითი, რომელზეც ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ, არის სულ 2 კვირის წინ დობროპილიას მიმართულებაზე განვითარებული პროცესები, აი რომ გადავიდეთ ახლა ცოტათი უკან, ესე იგი 13 რიცხვში, აი აქ პოკროვსკთან ახლოს. დობროპილიას მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს სწრაფი შეტევა, მაშინ მე ამ თემაზე ჩავწერე ვიდეო და შეგიძლიათ ეს ნახოთ დაწვრილებით ჩემს YouTube არხზე. აქ მთელი ამბავი ის იყო, რომ რუსი სამხედროები მიუახლოვდნენ და რაღაც მომენტში გადაკვეთეს კიდევაც უკრაინის თავდაცვის მნიშვნელოვანი ზღუდე, დაიკავეს სტრატეგიული გზაც, რომელიც კრამატორსკს და დობროპილიას აკავშირებდა ერთმანეთთან, თუმცა აი აქ უკვე მოხდა ძალიან კარგი პროცესები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწრაფი რეაგირების დანაყოფები გაეგზავნათ აქ, მათ შორის აზოველები და ძალიან მაგრად მოახერხეს მათ კონტრშეტევის დაგეგმა და აი უკვე 13-დან 15 აგვისტოს ასეთი სურათი იყო. 15 აგვისტოს არათუ შეაჩერეს, არამედ რიგ შემთხვევებში მტერი მოაქციეს ალყაშიც და დღეისათვისაც არის ასეთი ვითარება. აი უკვე ეს არის არსებული მონაცემი, რომელიც ახლა არის აქ განლაგებული არიან უკრაინელი სამხედროები და ცდილობენ, რომ ბოლომდე გაწმინდონ ეს ზონა, რითაც განმუხტეს პრინციპში სიტუაცია, რომელიც უკავშირდებოდა არამხოლოდ დობროპილიას მიმართულებას, არამედ დიდწილად პოკროვსკსაც, სადაც დიდი ხანია უკვე ცდილობენ წინსვლას რუსი სამხედროები. ხედავთ ხო, აი ეს წითელი მონიშნები, ეს წითელი ოთხკუთხედები, რომელიც დატანილი არის რუკაზე, მიანიშნებს და აღნიშნავს რუსული კონკრეტული დანაყოფების აი აქ ყოფნას. ხედავთ ხო, რამხელა მობილიზება არის და ეს მობილიზება თანდათან უფრო მატულობს, იმიტომ რომ რუს ოკუპანტებს განზრახული აქვთ, რომ რაც შეიძლება წინ წაიწიონ უშუალოდ დონეცკის მიმართულებით ნებისმიერი მსხვერპლის ფასად. აქ უამრავი სამხედრო ეხოცებათ მათ, როგორც წესი ამ შეტევებს ახორციელებენ ეგრეთ წოდებული შტურმავიკების მეშვეობით, აგზავნიან 3-4 კაციან ჯგუფებს პირდაპირ სიკვდილზე, როგორც ამბობენ ხოლმე საზარბაზნე ხორცად უშვებენ მათ, თუმცა არ ანაღლებთ რამდენი დანაკარგი ექნებათ და თანდათან უფრო და უფრო ზრდიან აი აქ კონცენტრაციას. მართალია დიდი მსხვერპლის ფასად, თუმცა რიგ შემთხვევებში ამას შედეგი მოაქვს. ჯერჯერობით პოკროვსკს ვერაფერი ვერ მოუხერხეს და იმედია ვერც მოუხერხებენ, თუმცა აქ უფრო სამხრეთით არის გარკვეული წინსვლა რუსების მხრიდან. აი ნახეთ, ეს არის 24 აგვისტოს მონაცემი და დააკვირდით აი ამ ზონაში რა ხდება, ესე იგი სიტუაცია შემდეგნაირად იცვლება. აქ ჩნდება 2 მიმართულება შეტევის და დამატებით წითელი ზონა, ანუ დამატებით ოკუპირებული ტერიტორიები.
არ არის ეს ცხადია კატასტროფა, თუმცა ფაქტია, რომ უპირატესობა ცოცხალი ძალის და ესეთი ჯიუტი მცდელობები, რომ როგორმე თუნდაც პატარა წარმატებას მიაღწიონ, იქ რუსული დროშა ააფრიალონ და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად წარმოაჩინონ, თითქოს რუსეთი უძლებელია და რაღაც განსაკუთრებულ შედეგებს აღწევს უკრაინის ტერიტორიაზე, უღირთ ეს მსხვერპლი. გადავიდეთ ბოლოს უკვე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, აქაც როგორც თავში გითხარით, გარკვეული ცვლილებები არის და ცვლილებები ეხება სწორედ აი ამ მონაკვეთს. ეს არის დასახლება პლავნი, როგორც ხედავთ, 22 აგვისტოს აქ ასეთი მდგომარეობა იყო, თუმცა უკვე 24-ისთვის სიტუაცია შეიცვალა და დამატებით წინსვლა სამხრეთის მიმართულებიდან განახორციელეს რუსმა ოკუპანტებმა და ისინი ცდილობენ, რომ აი ამ ზონაში მაქსიმალურად წინ წაიწიონ. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, როგორც ხედავთ, აქ ცალმხრივად არ არის საქმე, ორმხრივი პროცესია. რიგ შემთხვევებში უკრაინა აღწევს წარმატებას, ახორციელებს კონტრშეტევებს, ათავისუფლებს ტერიტორიებს. ზოგ შემთხვევაში რთულად არის საქმე, პირიქით ხდება რუსების მხრიდან გარღვევები, განსაკუთრებით ახლაც ხელი ამბავი კუპიანსკია და ეს კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ, იქ საცაბოდ საჭირო არის რეაგირება შეტევის შესაჩერებლად. თუმცა საერთო ჯამში ცოტა დიდ სურათში რომ შევხედოთ ამბავს, არაფერი განსაკუთრებით დრამატული არ ხდება. გულისხმობ იმას, რომ ახლა უკვე 27 აგვისტოა, ფაქტობრივად დასრულდა ზაფხული და შეგვიძლია თამამად ვთქვათ უკვე, რომ 2025 წლის ზაფხულის კამპანია, რომელსაც განსაკუთრებული ხმაურით აანონსებდა რუსეთი, ჩავარდა და ეს გულისხმობს იმას, რომ მათ ვერც ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულეს. ვერ დაიკავეს დონეცკი, რომელსაც იმუქრებოდნენ, რომ აუცილებლად დაიკავებდნენ და ვერც სხვა მიმართულებით ვერ შემოგთავაზეს რამე განსაკუთრებული სენსაცია. ეს ყველაფერი კი მოხდა იმის ფასად, ეს პატარ-პატარა წინსვლები სხვადასხვა მიმართულებით, რომ მათ შეახოცეს აი ამ აგრესიულ ომს საკუთარი მოქალაქეები, ათობით ათასი ჯარისკაცი, რომელსაც ყოველდღიურად აგზავნიან საზარბაზნე ხორცად და საერთოდ არ აინტერესებთ მათი ბედი, ამაზე თავად რუსი სამხედროები ძალიან ბევრს წუწუნებენ და სხვადასხვა ვიდეოებში გვაქვს ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი. თუმცა ყველა არ წუწუნებს. არის ასეთი საკმაოდ საინტერესო პროცესი ახლა, რომელიც ეხება რუსეთში ახალი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ახალი საშუალო ფენის, რომელსაც პირიქით აწყობს ამ ომის გაგრძელება და შემდეგ ვიდეოში, რომელსაც მალევე დავდებ, სწორედ აი ამ თემაზე ვაპირებ რომ ვისაუბრო, ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ეხება იმ ხალხს, რომელმაც სული მოითქვა ამ ომის შედეგად, იმ ხალხს, რომელსაც არანაირად პერსპექტივა არ გააჩნდა, მაგრამ ახლა ფული იშოვეს, იმის ხარჯზე, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს აგზავნიან ფრონტის წინახაზზე საზარბაზნე ხორცად და ამით შემდეგ არიან ბედნიერები. განსაკუთრებით ბედნიერები იმ შემთხვევაში არიან, თუ ეს მათი ოჯახის წევრები დაიღუპებიან და შემდეგ უკვე დიდი კომპენსაციის მიღების მოლოდინში იქნებიან და რიგ შემთხვევებში მიიღებენ. რიგ შემთხვევებში შეიძლება არც მიიღონ და მხოლოდ მოტყუებულები დარჩნენ და საბოლოოდ რუსეთის ხელისუფლებისგან საჩუქრად მიიღონ მაცივარი ან ხორცსაკეპი მანქანა, რამდენად ცინიკურიც არ უნდა იყოს. ასეთებიც ხდება. მოკლედ ძალიან საინტერესო თემა არის, რომელსაც მე პირადად დიდი ინტერესით გავეცანი და ვაპირებ რომ თქვენც გაგაცნოთ ეს ამბავი. ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ, არ დაგეზაროთ, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ რუსეთის აი ამ ხმაურიან ზაფხულის კამპანიაზე, მათ მიღწეულ შედეგებზე და აქვე თუ არ ხართ ამ არხის გამომწერები, ძალიან გამახარებთ თუ გახდებით ჩემი მაყურებლები, თუ პირველად აღმოაჩინეთ ეს არხი, გამოიწერთ და დაელოდებით შემდეგ ეპიზოდებს. აქ დაგემშვიდობებით, ნახვამდის.